ერთის მხრივ манипуლაციური და რას ვეძახით ხშირად რთული ქცევა, ხო? გამოვაცალკევოთ და აქ დავდგეთ მტკიცეთ და გქონდეს ჩვენი მყარი პოზიცია, რომელიც ხშირად ეფუძნება ხოლმე გარკვეულ ვალდებულებებს და მოვალეობებს ბავშვისას და ამ მასობაში არ დამეჩაგროს მისი ემოციური ნაწილი, ხო? აი ძალიან რთულია. აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, თქვათ რაღაცა ცხოვრებისეული მოვლენის მიმართ აქვს რაღაც პროტესტი, ხო? მე აუცილებლად უნდა ვიკულიო ამ პროტესტის გამომწვევი მიზეზი რა არის, ხო? მაშინვე აკრძალვებში არ უნდა წავიდე. მაშინვე არ უნდა აღმართო ბარიერი, რომ ან არ გავაუფასო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, რომ შენ ახლა აი ეს რო არ გინდა მაგალითად, რა ვიცი, აი აღარ უნდა მაგალითად ცეკვაზე სიარული. ხო, რაც აქამდე ძალიან აინტერესებდა. ჩემი როგორც მშობლის და ვთქვათ, ან მასთან მომუშავე სპეციალისტი, მასწავლებელი ვარ თუ ასე შემდეგ, ამოცანა არის, რომ რამ გამოიწვია ცვლილება ეს ვიკულიო.